ჯანსაღი ცხოვრების წესი იყო დღევანდელი გამოფენის თემატიკა, რომელიც ბათუმი პლაზაში გაიმართა. გამოფენაზე 12 ფოტოგრაფის 30 ფოტო იყო წარმოდგენილი. საუკეთესო ნამუშევრები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია. გამარჯვებულ ფოტოგრაფებს ბათუმი პლაზასგან სპეციალური აბონენტები გადაეცათ. პროექტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით თავისუფალი პროექტების ფარგლებში გაიმართა. გამოფენა რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტი ისახავს მიზანს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, ასევე დამწყები ფოტოხელოვნების პოპულარიზაციას. აქ მონაწილეობს 12 დამწყები ფოტოგრაფი, მათ ჩაუტარდათ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კურსი. დავაწესეთ პრიზები საუკეთესო ფოტოებისთვის, რომელიც ეხებოდა პლაზას თემატიკას და საერთოდ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ეს არის აბონემენტები, რა თქმა უნდა, რომელიც ზოგიერთისთვის შეიძლება ცუდი იყოს. კონკურსში მონაწილე გამარჯვებულებისთვის ეს იქნება უფასოდ აბსოლუტურად. ეს არის 1 წლიანი, 9 წლიანი და 4 თვიანი აბონემენტები, რომელსაც გადავცეთ საუკეთესო ფოტოს ავტორებს. შემოტანილი სადღაც 70-დან 100 ფოტოდან არჩიეს ეს 30, რომელიც შეესაბამებოდა თემას და თემა იყო ჯანსაღი ცხოვრების წესი. ცოტა რთული თემაა სიმართლე რო გითხრათ, მაგრამ მე ვფიქრობ თემასთან შესაბამისი 30 ფოტოა დღეს წარმოდგენილი.